შენი აზრით რა იყო შენთვის ის ტრიგერი, რაც იწვევდა მატებას და მერე კლებას, მერე ისევ მატებას, მერე ისევ კლებას? პირველ რიგში ვიტყოდი აკრძალვას. ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა რეალურად, ამდენი სხვადასხვა დიეტით. რთული ადამიანს, რომელსაც არაერთი ციკლი აქვს გავლილი წონის კლების და მატების და ეხლა საუბრობ მას შორის ჩემ თავზე, უთხრა გასნობიერებულად იკვება და მეტი არ ჭამო და მეტი იმოძრავა. მაგრამ ეს აბსტრაქტულია. ჩავდივარ ციგნში. არ არსებობს ალბათ რაღაცა დიეტა, რომელიც არ მიცდია ჩემ თავზე. მქონდა აკრძალული შაქარი, ყველანაირი ტკბილეული, ცომეული. მოგესალმებით, მეგობრებო, ეს NUSH Academy of Georgia's შემდგომი პოდკასტი. დღეს ვისაუბრეთ დეა მონდებაძესთან, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის და ჩვენი აკადემიის სერტიფიცირებულ nutrition coach-თან და წონის კლუბის სპეციალისტის კურსის პროცესში მიმდინარე ადამიანთან ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელი დაბრკოლებების დეამ გაიარა თავად წონის კლუბის და მატების ციკლზე, რა გზა გაიარა მტკიცებულობას დაფუძნებული განათლების მიღების პროცესში და რა არის ის წერტილები, სადაც უკვე თვითონ ეხმარება სხვა ადამიანს ჯანსაღი შენარჩუნებაში და დაწყებაში. დეა, რატო უნდა გვისმინოს მაყურებელმა? რას გაიგებს? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უნდა მოგვისმინოს ყველამ, ვისაც აინტერესებს ზოგადად ჯანსაღი ჩვევების დანერგვა ცხოვრებაში, არ იცის საიდან დაიწყოს, ან აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, არ იცის რას დაუჯეროს, არ იცის რა არის მითი, რა არის რეალობა და ზოგადად უნდა რომ გადადგას პირველი ნაბიჯები ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასანერგად. ჩვენიერი. დავიწყოთ იმაზე საუბრით, საერთოდ სადაც ალბათ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა არის ახლა. რა იყო შენი მთავარი გამოწვევა ჯანსაღი კვების მიმართებით? რა აქტიოდა ყველაზე მეტად, რა იყო მითი, რომელსაც ეხლა ამ გადამოსახედიდან რო უყურებ, ყველაზე მეტად აზიანებდა შენი ჯანსაღი კვების პრინციპებს? რეალურად ძალიან ბევრი მითი იყო და სინამდვილეში ალბათ ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც მე თვითონ ვიდექი და დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი და არც ეხლა ვარ მარტო. უამრავი მითი არსებობს ინტერნეტში, უამრავი ინფორმაცია და ძალიან რთულია რეალურად გარკვიო რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე საერთოდ და რას შეგიძლია მიყვე, რაც შეგიძლია რომ არ მიყვე. და გიწევს რომ რეალურად ატარო ექსპერიმენტები ისევ შენ თავზე და ცდის და შეცდომის მეთოდით წახვიდე და ზუსტად ამის მსხვერპლი ვიყავი მე. არ არსებობს ალბათ რაღაცა დიეტა, რომელიც არ მიცდია ჩემ თავზე. ბევრი ტკივილის ფონზე მქონია წონაში კლება, წონაში მატება, უამრავი ჩატარებული ექსპერიმენტი და საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ ეს წონაში კლება იქნება თუ რაღაცა ცხოვრების სტილის შეცვლა არის დროებითია და მე ისევ ბრუნდები იქ, საიდანაც დაიწყე უკეთეს შემთხვევაში, ან შეიძლება კიდევ უფრო უკან და ამას ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. მითები უამრავი, არ ვიცი, მაგალითად 6-ის მერე ჭამა ასუქებს, ხო? ალბათ ყველას გვსმენია ეს მითი. ან არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც ასუქებს, შაქარი ასუქებს, ბანანი, ძალიან ბევრი დიეტა, სადაც ვიცი, ბანანი აკრძალული არ შეიძლება გასუქდეს. შენ რა ქონდა აკრძალული პროდუქტების სიაში? პირველი მქონდა აკრძალული შაქარი და ყველაფერი, რაც შაქარი შეიცავდა, ყველანაირი ტკბილეული, ცომეული, ეს 6-ის მერე არ ჭამა, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასევე დილას 8 ადგები არის საუზმო, 12-მდე არის საუზმო, ვარჯიშის მერე არის საუზმო, ვარჯიშის მერე არ ჭამო, წყალი არ დალიო ვარჯიშის მერე, ჭამის დროს წყალი არ დალიო. ყველაფერი მიდიოდა იქამდე, რომ რაღაცა არ უნდა გააკეთო, მაგრამ სინამდვილეში ეგ არის, ხო, რომ რაღაცას არ ვაკეთებთ, მაგრამ რას ვაკეთებთ სანაცვლოდ, მაგაზე პასუხი არ არის. შენ თქვი, რომ იყო ბევრი მატების და კლების ციკლი. და ეს არ არის უცნაური პრობლემა და არც უცხო პრობლემა უმრავლესობა ჩვენი მსმენელისთვის. ან მაყურებლისთვის ეს ჩემი დიდი ტკივილიც არის. შენი აზრით რა იყო შენთვის ის ტრიგერი? რაც იწვევდა მატებას და მერე კლებას, მერე ისევ მატებას, მერე ისევ კლებას. რა იყო ის წერტილი, რაც უკან გაბრუნებდა? პირველ რიგში ვიტყოდი აკრძალვას.
უმრავლეს შემთხვევაში ალბათ ყველა წავწყდომი ვართ იმას, რომ რაღაცა რაც აკრძალული გვაქვს, ჩვენი ტვინი აუცილებლად იწყებს იმ რაღაცაზე ფიქრს და რაც უფრო მეტად ვუკრძალავთ მე ჩვენ თავს, უფრო მეტად გვინდება ის. ანუ რაც უფრო მეტი აკრძალვა შემომქონდა ჩემს კვების სტილში, ეგ ხდებოდა მე ისევ ტრიგერი რა. აუცილებლად მივდიოდი იმ წერტილამდე, როდესაც იმ კონკრეტულ რაღაცას ზომაზე მეტს შევჭამდი, ან ერთი გადახვევა მე ისევ იწყებოდა ის, რომ აზრი არა აქვს, მოდი ახლა რაღაცა ორშაბათიდან დავიწყებ, რაღაცა მომდევნო თვიდან დავიწყებ, ეხა ზაფხულია და მოდი სექტემბრიდან დავიწყებ, ეხა ახალი წელია, ეხა აღდგომა და აი ეს აკრძალვები იყო ყველაზე დიდი ტრიგერი სინამდვილეში, რაც ძალიან მიშლიდა ხელს. და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს ზუსტად ეს გამოწვევა აქვს ამ გზაზე. ანუ შენ მეუბნება იმას, რომ ბევრი აკრძალვების წერტილი დგებოდა, როცა მე უკვე უკან დაბრუნება იყო ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ ვეღარ აჩერებდი იმპულსებს, რაც მოდიოდა ემოციური თუ ფიზიოლოგიური, რომელიც მე უკან გაბრუნებდა მეტი საკვების მიღებისკენ. აი ეს იოიოს ეფექტს ვეძახით ამას. ამ იოიოს ეფექტის საწინდარი რა არის შენი აზრით? პირიქით როგორ უნდა მოხდეს? როგორ ავირიდოთ თავიდან? ან შენ თავს რო ესაუბრებოდე რამდენი წლის წინ? ვიცი 5-10 წლის წინ. რას გააფრთხილებდი? რას მიცემდი ირჩევას, რომ იოიოს ეფექტი თავიდან აერდებინა? პირველ რიგში პირველი რჩევა, რასაც ჩემ თავს მივცემდი და ალბათ ეხლაც, როდესაც ვინმე მომმართავს, პირველი ამ რჩევით ვიწყებ ხოლმე, რომ პირველი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ავკრძალოთ კი არა, რა შემოვიტანოთ ჩვენს რაციონში, რა არის ისეთი საკვები, რასაც საერთოდ არ ვიღებთ და კარგი იქნება რომ ვიღებდეთ. ანუ შემოტანაზე ვიყოთ სინამდვილეში ორიენტირებული და არა აკრძალვაზე, იმიტომ რომ აკრძალვა არასდროს არ მუშაობს. ანუ არც ერთ ადამიანზე არ მუშაობს აკრძალვა. შემოტანა არის ყველაზე პირველი ნაბიჯი, ალბათ რაც ძალიან ამარტივებს დაწყების პროცესს. და ასევე მეორე, რასაც აუცილებლად ვეტყოდი კიდე ჩემ თავსაც და ყველაფერს ერთად ნუ შევეჭიდებით. ძირითადად როგორ ხდება ხოლმე, ხო? აი ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს, ორშაბათიდან აღარ შევჭამთ კბილს, ორშაბათიდან დავიძინებ მეტს, დილით ადრე გავიღვიძებ და ეს ყველა ერთბაშად გვინდა რომ ეს ყველაფერი შემოვიტანოთ, მე იქიდან ერთი რაღაცა თუ არ გამოდის, ვიძახით რომ აზრი არ აქვს, მოდი, კაი, სხვა დანარჩენებსაც დავანებოთ თავი და აი მე ველოდებით ისევ მომდევნო ორშაბათს, როდის დაიწყება და ყველაფერს ერთად ნუ შევეჭიდებით. ეს არ არის მარტივი გზა, როგორც ერთ მშვენიერ დღეს არ იღვიძებს ადამიანი ჭარბწონიანი, ან რაღაცა ერთ კვირაში არ დგებით ამ პრობლემის წინაშე, შესაბამისად არც ერთ დღეში არ გამოსწორდება არაფერი და უნდა მივცემთ ჩვენ თავს დრო ამისთვის. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვეტყოდი ადამიანს დღეს. ოქროს წესი აკადემიისგან ჯანსაღი კვებიზე ფიქრისას პირველ კითხვას მიუხედავად იმისა, რომ გამახსენდება რას არ უნდა ვჭამდე, ოქროს წესი პირველი კითხვა გახსენდება რა მაკლია რაციონში. რა არის ესეთი ნუტრიენტები, საკვები ჯგუფები, იქნება ეს ბოსტნეული, ხილი, ცილოვანი საკვები, რომელიც მჭირდება და არ ვიღებ. დავიწყოთ შევსებით და მე ნახავთ რამდენად გამარტივდება არასაჭირო ან ნაკლებად საჭირო საკვების როლი თქვენს რაციონში. პირველი წესი ვიწყებთ რას ვამატებ რაციონში და მეორე წესი ყველაფერს ერთად არ ვიწყებ ორშაბათიდან. იმიტომ რომ დეამ რაც თქვა, ყველაფერი ერთად ორშაბათიდან დაწყებული გეგმა, რომელიმე წერტილი არასწორად წავა, იმიტომ რომ A ადამიანები ვართ და B ცხოვრება და აქ გულისხმობ რამეს ერთი ფიზიოლოგია და მეორე გარემო ფაქტორები, რომელშიც ყოფნა მიწევს, რაღაც წერტილი აუცილებლად ცუდად წავა, მე გადავაგდებ ამ ჩემ გეგმას ნაგავში და იმ ადამიანსაც ვინც ეს მირჩია და დავალდებ მეორე ორშაბათს, მეორე ახალი წლის შემდგომ დღეს, მეორე ზაფხული დამთავრდეს და სექტემბრიდან დავიწყებ მოცემულობას. ორი ოქროს წესი გამოვიდა. და რა წერტილში გადაწყვიტე, რომ მეტი ინფორმაციის მიღება გჭირდებოდა? ანუ რა წერტილში სხვა დიეტა რატო არ იყო შემდგომი არჩევანი და რატო იყო განათლების მიღება ამ მიმართულებით? ან რა წერტილში გადაწყვიტე ის ფაქტი, რომ თუ ასე გავაგრძელებ, უფრო გამირთულდება პროცესები, ანუ შენი გამოცდილებით რა წერტილში დადგა საჭიროება დამატებითი ცოდნა მიგიღო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ცოდნა არ გვაკლია ჯანსაღყვებაზე. ხო, ჯანსაღყვებას რა სწავლა უნდა? შენთვის სად იყო ეს წერტილი? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ეს ჩემთვის, იმიტომ რომ რეალურად ეს წერტილი დამიდგა მაშინ, როდესაც
ჯამთელობის პრობლემა შემექმნა რეალურად, ამდენი რაღაცა სხვადასხვა დიეტით და სხვადასხვა კვების სტილის შერჩევით და ძებნით, მე თვითონ დავდექი ჯამთელობის პრობლემის რისკის წინაშე და მივხვდი, რომ უკვე ესე ჩემი იმ ცოდნით და ესე მიღებული რაღაცა ტყუილმართალი ინფორმაციით, რაც მე თვითონ მქონდა მოძიებული, ვეღარ გავაგრძელებდი ცხოვრებას და პირიქით უფრო და უფრო გავიუარესებდი როგორც ჩემ ჯამთელობას, ასევე მენტალურ ჯამთელობას მათ შორის და ასე შემდეგ. და ეგ იყო პირველი წერტილი, როდესაც მივხვდი, რომ მჭირდებოდა მეტი ინფორმაცია და რაც მთავარია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია და არა ჰაერიდან მოტანილი, რომელიც კაცმა არ იცის, საიდან მოვიდა, ვიღაცამ თავის თავზე სცადა, გაამართლა და მერე ყველას ამას ურჩევს. არა, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, კი არის რაღაც საბაზისო წესები და საბაზისო, თუნდაც იგივე რაღაც ფიზიკის კანონები, ხო, რასაც ყველა ვემორჩილებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს სხვადასხვა ცხოვრების წესზე და საკვებზე. შესაბამისად, ეს იყო პირველი წერტილი, როდესაც მივხვდი, რომ მჭირდებოდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა. და მაშინ დავიწყე მოძიება იმ ადგილის, სადაც შემეძლო ამ ცოდნის მიღება. რა დაგხვდა? რა იპოვე? ვიპოვე საქართველოს ნუტრიციის აკადემია, რომელიც ვიცოდი, რომ თანამშრომლობდა NASM-თან და ესეც გარკვეულწილად იყო ჩემთვის უფრო სანდოს ხდიდა ჩემთვის საქართველოს ნუტრიციის აკადემიას, თუმცა მაინც არ იყო საკმარისი ჯერ მიუხედავად იმისა, რომ მოვიძიებ, თქვათ, ვინ რა ადამიანები იდგნენ ამ აკადემიის უკან, მოვიკითხე ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რაც ბუნებრივია ალბათ, როდესაც რაღაც ახალ სფეროში იწყებ გარკვევას, ზუსტად არ იცი ვის ენდო და ვის არა. შესაბამისად, პირველი ეს სანდოობის განცდა გამიმყარდა, როდესაც უკვე შეგხვდი შენ და პირველ ლექციაზე როცა მოვედი და დამხვდნენ ადამიანები, ვისთანაც აი საერთო ინტერესები დავიჭირე, მივხვდი, რომ ეს ადამიანებიც მეტნაკლებად იგივე ტკივილის გამო იყვნენ მოსულები, შეიძლება სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ, მაგრამ მეტნაკლებად ტკივილი, რომ არ არსებობდა ესე ხელმისაწვდომი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ეს ტკივილი ყველას ჰქონდა. და პირველივე ლექციის მერე მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის, რომ ეს ყველაფერი მესწავლა ადამიანურ ჩემთვის გასაგებ ენაზე. იმიტომ რომ ეს წარმოდგენაც მქონდა, რომ აი და ვფიქრობდი ამას, რომ აი იცი რა, მე არ მაქვს სამედიცინო განათლება. რამდენად შევძლებ საერთოდ რომ დავძლიო ეს მასალა, რამდენად გასაგები იქნება ჩემთვის, რამდენად გამოსადეგი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ მიზნისთვის, რა მიზნისთვისაც მე მჭირდებოდა პირველ რიგში ჩემი თავისთვის, იმიტომ რომ თუ ეს იქნებოდა რაღაც უფრო აი სამედიცინო ტერმინოლოგიით გაჟღენთილი მასალა, ალბათ ნაკლებად იქნებოდა ჩემთვის გამოსადეგი და პირველივე ჯერზე მივხვდი, რომ არა, ადამიანებთან მოვხვდი და ზუსტად ადამიანურ ენაზე შევისწავლიდი, ზუსტად იმ მიმართულებას, რა მიმართულებაც მაინტერესებდა. შვენიერი. გავუყვეთ ნაბიჯ და მინდა მაყურებელს გაუზიარო ერთი ოქროს ბურთი, ოქროს წერტილი, ოქროს ინფორმაცია ყველა იმ ნაბიჯიდან, რაც გავიარეთ. ცოტა რთული იქნება, მაგრამ იქნება გაიხსენო. ოღონდ ემოციის დონეზე რა იყო ის ემოცია, სადაც აჰა, თურმე აქამდე რა ტყუილობ, თურმე რაშია საქმე. ნუტრიციოლოგიის საფუძვლების საბაზისო კურსში. რა იყო ესეთ წერტილი, როცა საქმე მიდგებოდა მეტაბოლიზმს, მაკრონუტრიენტებს, ვიტამინებს და მინერალებს, ჰიდრატაციას, რამ გაგიჩინა წერტილი, რომ აი, თურმე სად ვიყავი აქამდე. ეგ რა ინფორმაცია იყო, რაც გამოადგება ჩვენ მაყურებელს და მსმენელს. პირველი აჰა ეფექტი მქონდა მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ორგანიზმი, წონის კლება, კალორიები და ასე შემდეგ ჰაერიდან არ მოდის და გარკვეულ ფიზიკის კანონებში ჯდება. არის გარკვეული ენერგია, რასაც ვიღებთ საკვების და სასმელის სახით და ის ენერგია არსად არ იკარგება
და ზუსტად ჩვენი გაცემული ენერგია არის ამ საქმეებიდან მიღებული ენერგიის ნაწილი, რომელიც ან უნდა გაიხარჯოს, ან უნდა დამარაგდეს. ანუ ის რომ რაღაცა ბალანსში ჯდება ეს ყველაფერი და არ არის უბრალოდ 6-ის მერე არ ჭამით რა ხდება სინამდვილეში და რატო საიდან მოვიდა საერთოდ ეს მითი, ეს იყო პირველი აჰა ეფექტი, რაც მქონდა, რომ რაღაცა არსებობს ეს ბაზისი. შემდეგი აჰა ეფექტი მქონდა მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, არ არსებობს ტყუილია ყველანაირი რაღაც ჯადოსნური აბი, რომელსაც დალევ და გაიღვიძებ რაღაცა 20 კილოთი ნაკლები პირობითად, ან მოგიგوارებს რაღაცა კონკრეტულ პრობლემას, რომელიც არასდროს აღარ შეგექმნება შემდეგ და არასდროს აღარ მოიმატებ. ეს ორი რაღაც მახსენდება ყველაზე პირველი. რისი გაკეთების საშუალება მოგცა ინფორმაცია? ეს იყო აჰა ეფექტი. აჰა ეფექტი ნიშნავს, რომ რაღაც გავიგე ახალი. უბრალოდ შენთვის თუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ესეთი ემოციები დაგიტოვა, აუცილებლად რაღაც ტკივილები მოგაშორა, რასაც მომავალში გააკეთებდი, ან რასაც აქამდე აკეთებდი, გაგიმართლა იმედები, ან გაგიმართლა შენი აზრები. რისი გაკეთების საშუალება შეძელი ქონდა ამ ინფორმაციის მიღების მერე, რომ ენერგიის ბალანსი დადის ყველაფერი საბოლოო ჯამში და მეორე არ არსებობს ჯადოსნური გზა. ამ ორმა ინფორმაციამ ერთად რა ძალა მოგცა ნაბიჯებში როგორ აისახა, რასაც გადადგამდი ჯანსაღი ნაწილში. პირველი რაც მომცა, დავიწყე დაკვირვება კონკრეტულად ჩემს საკვებზე. რითი ვიკვებებოდი, როგორ ვაწყობდი ჩემს თებს, რა იყო, როგორ უნდა დამებალანსებინა. ანუ აი ეს ბალანსის შეგრძნების დონეზე კი არ წავიდეს, აი ეს მქონდა, რომ მოდი ეხა აბა, აი ამ ფორმულაში, როგორ ავაწყოთ ამ ფორმულის მიხედვით, ჯანსაღი თებში თუნდაც. ხო, ეხა ესე ყველამ შეიძლება მოიძიოს, რაღაცა ინტერნეტშიც რომ მოძებნო, აუცილებლად გამოვა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღი თებში, მაგრამ პასუხები მქონდა ასევე კითხვაზე, რომ რატომ არის, რომ თქვათ რაღაც თებშის ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული, რა არის ის ბოსტნეული? საერთოდ არ ვიცოდი, რომ ბოსტნეული ნახშირწყალი იყო. ესეც ჩემი აღმოჩენა იყო, რაღაცა ცალკე ნუტრიენტი მეგონა. კი. რატომ არის მნიშვნელოვანი, რას გვაძლევს და სად მიდის მერე ჩვენი ეს მიღებული ბოსტნეული და როგორ უნდა შემევსო როგორ უნდა ამეწყო ჩემი მთელი დღის რაციონი, ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაზე დაკვირვებაც დავიწყე. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაღაცა გადავაგდე ჩემი არსებული აკრძალული პროდუქტების სია, რომელიც რაღაცა დემონიზებული მქონდა ესე, რომ მეგონა, რომ ცხოვრების ბოლომდე ტკბილეული უნდა ამოღებული მქონოდა რაციონიდან, ან მიმეგნო ჯადოსნური ხერხისთვის, რომელიც მექნებოდა რაღაც ჯადოსნური აბი, რომლის მეშვეობითაც ტკბილეულს რამდენსაც მინდა იმდენ შევჭამდი და ის ჯადოსნური აბი დამეხმარებოდა ამის დაბალანსებაში. აი ეს ბალანსია ალბათ რაღაც ის ოქროს წერტილი, რომელიც ნამდვილად არ არის მარტივი და ერთ დღეში ესე ვერ მიხვალ. არც მე არ მივსულა, პირველი ლექციიდან არ წავსულ ვარ და მეორე დღიდან ეგრევე არ შემომიტანია ეს ჩემი ახალი კვებითი ჩვევები, მაგრამ დავიწყე დაკვირვება. აი დაკვირვება არის პირველი ნაბიჯი ალბათ და ის რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმას, ყველაფერს ერთად არ შევეჭიდე. მოდი, აბა აი ერთი რომელიმე კვება ავაწყო ამ თებშის მიხედვით, რომელიც ყველაზე მეტად გამიადვილდება. მოდი საუზმით დავიწყებ, ეს იყო და სხვა დანარჩენს განვაგრძობ ისე როგორც იყო. და ნელ-ნელა აი ამ ბალანსის შეგრძნებამ თვითონ სხეულის დონეზე მომიტანა ძალიან დიდი დადებითი შეგრძნებები. დავიწყე ვარჯიშიც შემდეგ, უფრო მეტი ენერგია მქონდა. ხო, კიდე ერთი რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აქამდე სულ მეგონა, რომ იმისთვის, რომ წონაში დაგეკლო, აუცილებლად შიმშილის გრძნობა უნდა ქონოდა. ანუ შენ თუ ხარ დანაყრებული, ესე ვერ დაიკლებ. ეგ მქონდა კიდე ძალიან და რაც ძალიან დამეთანხმება ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ეს გამოუცდია, რომ ანუ ძალიან რთულია ამასთან გამკლავება, ანუ ვერაფერს ვეღარ აკეთებ, ხო, როცა თუ შიმშილის გრძნობა არ გაქვს და დიეტაზე ხარ, ესე იგი დანაშაულის გრძნობაა. ესე იგი რაღაც არასწორად აკეთებ. კი, ზუსტად. და აი ამაში დამეხმარა ძალიან, რომ დაკვირვება დავიწყე, როგორც თქვით, რას როგორ ვჭამდი
და მეორე ის რომ მქონდა დანაყრების შეგრძნება და არ მქონდა მუდმივად აი ეს რაღაცა თავში ხმაური საკვებით გამოწვეული შფოთვა და ის რომ აი რაღაცა როდის მოვა მეორე კვების დრო და ასე შემდეგ და ცოტა აი მოდუნების საშუალება მომცა რა. ანუ პირველი გააზრება ამ ინფორმაციის მიღების მერე იყო ის რომ არასწორ რაღაცებს არ დაკვირვებოდი და ფოკუსი მიგემართა მნიშვნელოვანი ამბისკენ, მაგან საშუალება მოგცა დაკვირვებოდი შენ ყოველდღიურ კვების სტილს და იმან რომ მიიღე არა მხოლოდ რაზე პასუხი, ანუ რა გავაკეთო, არამედ რატომ გავაკეთო, გაცნობიერებულ პროცესად გადააქცია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ როცა გვესმის ეს მიდგომები ჯანსაღმობასთან მიმართებით და მესმის რომ მეტი რამდენი კალორია მჭირდება, ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ანუ რას ნიშნავს ჩემთვის, რომ 2500 კალორია მჭირდება ბალანსისთვის და 2000 კალორია დეფიციტისთვის. ეს კალორიები რა არის? ეს კალორიები ამოვდივართ ერთნაბიჯ ჯემოთ, არის უკვე კითხვა რამდენი ცილა, ცხიმი, ან ნახშირწყალი მჭირდება. მაგრამ ეს რა არის ჩემთვის? ცილა, ცხიმი, ნახშირწყალიც აბსტრაქტული ცნება. მე კითხვა მოდის რა საკვები ჯგუფები მჭირდება? რამდენი ხილი, ბოსტნეული, თხილეულ თესლეული, რძის პროდუქტი, ცხოველური ცილები, უნდა ამ როგორ უნდა დააბალანსოს ეს ყველაფერი. მაგის მერე ამოვდივართ კიდე ერთი ნაწილით, რომ რა ქმედებები უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროდუქტები ჩაერთოს შენ რაციონში. ანუ ესეთი ქვევიდან ზემოთ მოდელით მიუყვებით პროცესს, სადაც სიღრმეებში ჩავდივართ იმისთვის, რომ გააზრებულ კვებამდე მივიდეთ. იმიტომ რომ ძალიან რთული ადამიანს, რომელსაც არაერთი ციკლი აქვს გავლილი წონის კლუბის დამატების და ეხლა საუბრობ მათ შორის ჩემ თავზე, უთხრა, კაცო, გაცნობიერებულად იკვება და მეტი არ ჭამო და მეტი იმოძრავე. მაგრამ ეს აბსტრაქტულია. ჩავდივართ სიღრმეში, რომ მე მივიდეთ იქამდე, სადაც უმეტესობა ადამიანი, ვინც ახლა ამას უსმენს, შეიძლება არასდროს ქონია წონის კლუბის დამატების ნაწილი, ან არასდროს ქონია დასაკლები დიდი ოდენობა წონა და ყოველთვის არის ხოლმე კითხვა და უნდა მიყვეს ჯანსაღმობის სტილს, იმიტომ რომ ენერგიულად იყოს კულტურმასა მოიმატოს, იცოდას ოჯახს რა ჭამოს. წონის კლება, ჯანსაღი კვება აუცილებლად წონის კლებას არ ნიშნავს და პირიქით, თუ წონას ვიკლებ აუცილებლად ჯანსაღად უკვებები არ არის. მაგიტომ ამ ადამიანებს ხშირად არ ესმით ხოლმე რა პრობლემაა იმასთან, რომ ნაკლები ჭამო და მეტი იმოძრავ. ამიტომ ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა გაუგოს და ვიცოდეთ, რომ რაც უფრო პროცესი წლების განმავლობაში ჩაკეტილა რა ადეკვატურ დიეტებით მიდის და რაც უფრო იმატებს მერე წონა, მით უფრო ბევრი ფაქტორი შემოდის, რომელი ფაქტორიც ნეგატიურ ციკლს ქმნის ჩემს ფიზიოლოგიაში, ჩემს ფსიქოლოგიაში და ამას მარტო დადებითი ციკლებით შეგვიძლიათ ვებრძოლოთ. თუ ეს ესე იყო საბაისო ნაწილში. coaching-ის ნაწილში რა გააზრება იყო, რა იყო აჰა მომენტი და მაგან რისი გაკვეთების საშუალება მოგცა შემდგომში. coaching-ის ნაწილი იყო შემდეგი ეტაპი უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყო რომ თითქოს აი საბაზისო ნაწილის მერე გავიაზრე და გავიგე რამდენად მნიშვნელოვანი არის ასევე ფსიქოსოციალური ფაქტორები აი ამ ჯანსაღი კვების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის გზაზე ზოგადად, იმიტომ რომ მარტო ბაზისი არ არის საკმარისი. იმიტომ რომ არ არის ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი ცხოვრება არ არის ხო რაღაც მანქანა, რომელსაც დავაპროგრამებთ, მივცემთ რაღაც დავალებას და ამ პროგრამის მიხედვით განაგრძობ ცხოვრებას, ესე არ არის. და ყველანი ვართ სოციუმის ნაწილი, ყველას გვაქვს სტრესები, ყველას გვაქვს დაბადების დღე, ყველას გვაქვს, ვიცი, რთული პერიოდი, ყველას გვაქვს და კი, დღესაც მაქვს ამ ეტაპზეც, მაქვს ისეთი დღეები, როცა ცოტა მეტიც მომივიდა, შეიძლება საკვების მიღება, შეიძლება სადღაც ვიყავი და პირიქით ცოტა ნაკლებიც მომივიდა, ანუ ამას ვერ გავექცევით და ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა არის კიდე ამასთან ბრძოლა. იმიტომ რომ არა, ვერ შევებრძოლებთ ამას. ამასთან ერთად როგორ ვიცხოვროთ და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით როგორ შევინარჩუნოთ ეს ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ეგ არის ალბათ საბოლოო ჯამში, აი ეს საბოლოო მიზანი, რაც მე მქონდა და მაქვს ეხლაც, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ჯერ კიდევ საბოლოოდ ამ წერტილამდე ვარ მისული, იმიტომ რომ ეს გაუთავებელი გზა არის, ესე მგონია. და ზუსტად ეს ნაწილი იყო coaching-ში ყველაზე დიდი აჰა მომენტი და
მივხვდი, რომ აქ კიდე უფრო მეტად შემოდის ინდივიდუალური ფაქტორები და ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების სტილი, იმიტომ რომ ყველანი არ ვცხოვრობთ, ხო, ერთი და იგივე ცხოვრების სტილით. ვიღაცას უფრო მჯდომარე ცხოვრების სტილი აქვს, ოფისში მუშაობს 9-დან 6-მდე, ვიღაცა მუდმივად შეიძლება მოგზაურობაშია, ვიღაცას ფიზიკური შრომა აქვს, ხო? ანუ სხვადასხვა ცხოვრების სტილი აქვს ადამიანებს. და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების სტილი, აუცილებლად უნდა მოვარგოთ ჩვენ არსებულ ცხოვრებას. სხვა შემთხვევაში ისევ იქნება დროებითი, ისევ იქნება, რომ აი ცოტა ხანი გავიჭირვებ ახლა და მერე დავუბრუნდები ისევ ძველ ჩვევებ და ცოტა ხანი გავიჭირვებ, არა, თუ გვიჭირს, ესე იგი რაღაცა სმთლად სწორად არ ვაკეთებთ, ანუ პირიქით. რაც შეიძლება სასიამოვნო, იმიტომ რომ ესე ვართ რა უმრავლეს შემთხვევაში მოწყობილი, ანუ თუ რაღაცა პროცესი რაღაც წერტილში სასიამოვნო არ გახდა, დიდი ალბათობით შევეშვებით რა და აი ეს ინდივიდუალური ცხოვრების სტილზე მორგება და იმისთვის და ის კიდევ რომ ყველა ადამიანისთვის ერთნაირი მიდგომა არ იმუშავებს აი ამ ზუსტად ფსიქოსოციალური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი არ იმუშავებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ადამიანებთან ინდივიდუალურად მუშაობის დროს აი ეხლაც როდესაც მყავს თქვათ მოსწავლეები ზუსტად ეგ არის რომ ძალიან დიდ დროს ვხარჯავ იმაზე რომ მოვისმინო ამ ადამიანების ეხლა როგორ არიან ეხლა როგორ ცხოვრობენ როგორ იკვებებიან რა არის მათი ყოველდღიურობა რა აი ამაზე ძალიან დიდ დროს ვხარჯავ იმიტომ რომ აქ თუ რაღაცა თლაც სწორად ვერ გამოვარკვიე, აუცილებლად ამოყოფს სადღაც თავს და ისევ ხელს შემიშლის მეც და იმ ადამიანსაც. ოქროს წესი ნომერი მეორე. მას შემდგომ რაც ამოვწურავთ საბაზისო მტკიცებულობაზე დაფუძნებულ ფაქტებს, რომელიც უმრავლესობა ადამიანისთვის სწორია, უმრავლესობა ადამიანს ვიცით, რამდენი ცილა ჭირდება დღის განმავლობაში, რამდენი ბოჭკო, რამდენი ნახშირწყალი, ეს ყველაფერი რა პროდუქტებში აისახება. ამის შემდგომ მეორე ნაბიჯია სრული პერსონალიზაცია. სოციალური გარემოს გათვალისწინება და გავითვალისწინოთ რომ ცხოვრობთ გარემოში რომელიც არის ობესოგენური, მიგვისწრაფვის მეტი წონის მატებისკენ, თუმცა ამ გარემოს ვერ გავექცევით და არც უნდა იყოს ჩვენი თვითმიზანი ამ გარემოსგან გავცქცევა. უნდა დავიწყოთ მიღებული ინფორმაციის პერსონალიზაცია იმისთვის რომ წერტილი დადგეს, სადაც ვიტყვით რომ ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. მაგრამ ამას სჭირდება დრო, მოთმინება და არასაჭირო აკრძალვებისგან თავისარიდება, იმიტომ რომ ყველა მსგავსი მოკლებადიანის შეზღუდვა იქნება. ამითი მივდივარ წერტილამდე, რა წერტილშიც ვიძახით, რა მარტივი ყოფილა, ჯანსაღი ყვება. ეხლა სიამაყით ვარ, მხოლოდ სავსედეა. რა წერტილებსაც მიყვები, არის ის წერტილები, რომლებიც გამომიცდია და ვიცი რომ 99% ადამიანის დაბრკოლებების წერტილებია. და ყველა რჩევა, რომელსაც იძლევი, არის სუპერ ოქროს წესი. რა ძალიან მახარებს და რეალურად ჩვენი არხით და ეს პოდკასტიც გეხებათ თქვენ ადამიანებს, რომელსაც ინფორმაცია კი არ აკლიათ ჯანსაღობის მიმართულებით, არამედ ვერ გამორკვევულან რომელი ინფორმაცია სწორი. და ვართ დღეს საქართველოში ჯუნგლებში ნუტრიციოლოგიის მიმართულებით, ამიტომ ჩვენი პოდკასტი თქვენთვის იყოს კომპასი. არა რომელიმე ჯადოსნური დიეტა, არ ელოდოთ რომელიმე ჯადოსნური დიეტის აღმოჩენას, რომელსაც ის შედეგი მოაქვს, რომელიც თქვენ გინდათ, არამედ აღიქვით ეს პოდკასტი და სხვა ყველა როგორც კომპასი. რომელიც ნებისმიერ მოცემულ დროს სწორ მართლობას გიჩვენებთ. და ძალიან დიდი ჩართულობა იქნება თქვენი ამ პროცესში. ჩვენ ჯერჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ ვიზრდებით და ჩვენი მიზანია საქართველოში ნუტრიციოლოგიის მიმართულებით რეალური ჯანსაღი კვების პრინციპის და შემდგომ ქცევითი ადაპტაციის სულობას შევუწყოთ ხელი, ასე რომ ისეთი წერტილი, რომელსაც დღეს გაიგებთ და იცით რომ თქვენ ან თქვენ ახლობელ საყვარელ ადამიანს სჭირდება, აუცილებლად გადაუზიარეთ, კომენტარებშიც გელოდებით და გამოწერეს ღილაკიც გვერდზეა იმისთვის რომ არ გამოგჩეთ, დავიწყეთ და დიდხანს აღარ გავჩერდებით. და მესამე წერტილში ვართ ახლა, სადაც სპეციალიზაციას ვაკეთებთ წონის კლების სპეციალისტის მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ჯანსაღი ყვება არ ნიშნავს აუცილებლად წონის კლებას და წონის კლება არ ნიშნავს აუცილებლად ჯანსაღ ყვებას. თუმცა ვიცით რომ სიმსუქნე საკმაოდ დიდი ანჭაპრწონიანობა, საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში. სტატისტიკურად ყოველი მეორე ზრდასრული სიმსუქნის მქონე ანჭაპრწონიანია. ამაზე საუბარი გვჭირდება, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს პრობლემა ჯერჯერობით ღრმავდება და ალბათ კიდევ გაღრმავდება, სანამ შესაბამისი ფაქტორები არ შემოვა საქმეში. წონის კლების სპეციალისტის ნაწილში, რომლის პროცესშიც ვართ, აქამდე რა არის შენ ყველაზე დიდი აჰა მომენტი?
წონის კლების სიმსუქნის მქონე ადამიანის ცხოვრებაში ვიცი რომ გამოცდილება გაქვს ჭარბიწონისთან ბრძოლის. თუმცა ვიცით რომ სიმსუქნე როგორც BMI-ის მიხედვით ჭარბწონიანობის შემდგომი სტადია სხვა ფაქტორები შემოდის. აქ რა არის შენთვის აჰა მომენტი, რაც გინდა რომ სხვასაც გაუზიარო, რაც იცი რომ გამოადგება? ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ ახლა აი ამ ჭარბწონიანობის და სიმსუქნის როგორც დაავადების საგანგაშო სტატისტიკას რეალურად და პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ამაზე არა მარტო საუბარი დავიწყეთ, არამედ მაქვს საშუალება რომ რეალურად ამ მიმართულებით მე თვითონ მივიღო ცოდნა და მე თვითონ სპეციალიზირდე უკვე როგორც წონის კლების სპეციალისტი და მართლაც რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ამ პროცესში ჩართული, მით უფრო კარგი პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბიწონა აწუხებს და სიმსუქნე როგორც დაავადება და რა თქმა უნდა ზოგადად გარემოსთვის. პირველი აჰა მომენტი იყო არ შემიძლია არ ვახსენო ბავშვები. იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი კონკრეტულად მე მткиვა ძალიან, იმიტომ რომ მე თვითონ მყავს ბავშვები და მათი კვება და კვებითი ჩვევები ჩემთვისაც ერთ-ერთი გამოწვევაა და პირველი აჰა მომენტი იყო ჩემთვის, როდესაც მივხვდი რომ ბავშვების შემთხვევაში ანუ იგივენაირი ეფექტი, უარყოფითი ეფექტი აქვს, როგორც მუდმივად რაღაცა არაჯანსაღი საკვების მიღებას და მუდმივად რაღაცა ფასტ ფუდის მიღებას, ზუსტად იგივენაირი უარყოფითი ეფექტი ექნება, როდესაც მუდმივად ფიქსაცია ხდება ჯანსაღ ჩვევებზე და მუდმივად ვცდილობთ აკრძალვებზე კი და ვცდილობთ რომ რაღაცა თავიდან ავარიდოთ, რაღაცა იგივე ტკბილეული და ასე შემდეგ. და ის რომ ბავშვების შემთხვევაში კიდევ უფრო კრიტიკულია ის ნაწილი რაც უკვე ვახსენეთ რომ ფოკუსი გავაკეთოთ იმაზე რა შემოვიტანოთ მათ რაციონში და არა რა ავუკრძალოთ, იმიტომ რომ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად ვერ ავუკრძალავთ, ხო? ეს სოციალური ფაქტორები მათზე კიდევ უფრო მეტად მოქმედებს. ახლა ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, კი ვცდილობდი რაღაც პერიოდი რომ რაღაცა ტკბილეული მე თვითონ არ მეყიდა, მაგრამ იქ რაღაცა ეზოში ჩავიდა, დაბადების დღეზე მოხდა, ბაღში წავიდა და ძალიან რთული იყო ახლა 2 წლის ბავშვისთვის ამეხსნა რატო შეიძლება სხვისთვის რაღაც კამფეტი და მისთვის არ შეიძლება და ეს მივხვდი რომ ისევ არასწორ გზაზე წამიყვანდა და რა შემოვიტანოთზე, როგორც კი გადმოვიტანე აქცენტი, რა შემოვიტანოთზე, ეგრევე რაღაცნაირად თავისთავად ნაწილობრივ მოგვარდა მისი კვების რაციონი. ეს ბავშვების თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მეორე უკვე დასრულების ჭრილში რო განვიხილოთ. ასევე ხშირად გვსმენია ალბათ ყველას მითი, რომ აი მე ჭარბიწონა მაქვს, იმიტომ რომ ნელი მეტაბოლიზმი მაქვს. ის რომ სინამდვილეში ადამიანებს, ვისაც ჭარბიწონა აქვს და კიდევ მეტიც სიმსუქნე აქვთ როგორც დიაგნოზი, არა აქვთ უფრო ნელი მეტაბოლიზმი პირიქით. მათი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო სწრაფია, იმიტომ რომ სხეულის მასა არის უფრო მეტი, ასევე ცხიმის დამარაგება ხდება როგორც ცხიმი ხდება როგორც ორგანო სინამდვილეში, ესეც არ ვიცოდი, ესეც აღმოჩენა იყო ჩემთვის და რეალურად ამ ორგანოების შენახვას, ესე რომ ვთქვათ, გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება. შესაბამისად, არა აქვთ მეტი მეტაბოლიზმი. ბოდიში, არა აქვთ უფრო ნელი მეტაბოლიზმი. ანუ შენელებული მეტაბოლიზმი არის წონის მატების მიზეზი. და პირიქით, ვისაც მეტი წონა აქვს ასევე მეტი მეტაბოლიზმი ბჭყალებში, ანუ მეტ ენერგიას ხარჯავს მისი ორგანიზმი თავისივე ორგანოების და ორგანიზმის ბჭყალებში შენახვაზე. კი, ზუსტად. ამ ინფორმაციით ეხლა რაც გაქვს სამი რამ რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში, აღონ რომელიც ერთელზე რაც სხვას უყვირს. ვინც იცის რომ ჯანსაღი კვების მიმართულებით დაიწყეს სწავლა, დაიწყეს სხვა ადამიანთან ახმარება. რა უყვირთ ხვებს შენ ქცევაში, რომელიც არ გონიათ რომ ჯანსაღი კვების ნაწილია, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანია შენთვის რომ ამ გზაზე უწყოტობა შეინარჩუნო ან სხვა შეენარჩუნებინო. რაზე უჩნდებათ ყველაზე მეტი კითხვა. ეს ესეა ნამდვილად ამას რატო ვაკეთებს დეა? კი, ყველაზე პირველი აქ რაც მახსენდება არის, როდესაც მაგალითად რაღაცა წვეულებაზე შეიძლება დამინახონ ტორტის ნაჭერი თხილში, ეს იწვევს ხოლმე ძალიან ისეთ გაკურებულ სახეებს, რომ დეა შენ ტორტს ჭამ.
იმიტომ რომ მახსენდება ჩემი თავი დაახლოებით 2 წლის წინ ზუსტად მახსოვს ეს შემთხვევა, როდესაც აი ჯერ კიდევ ამ რაღაცა მითების მსხვერპლი ვიყავი. მახსოვს ჩემმა თანამშრომელმა შუადღეს შემომთავაზა რაღაცა ორცხობილა და ისეთი სახით შევხედე და ისეთ შეურაცხყოფად მივიღე, რომ ორცხობილას როგორ მთავაზობდა ამ ორცხობილას, რომ თვითონაც ძალიან მწარედ ახსოვს და იმის მერე არაფერი აღარ შემოუთავაზებია საერთოდ და დღეს, როდესაც ხედავენ, რომ ჩემთვის არ არსებობს რაღაცა ისეთი აკრძალული პროდუქტი, უბრალოდ ასევე ამჩნევენ, რომ ჩემი ყოველდღიური ლანჩი იქნება ეს თუ რაღაცა სადმე გასვლა, არ არის აუცილებელი პირობა, რომ რაღაცა ის ტორტი ვჭამო პირობითად, ხო? ანუ აი ეგ არის მგონი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება, რაც მაქვს. ანუ ის თუ სადღაც მოუხვდი მე და ტორტი დევს ჩემს წინ, არ ნიშნავს, რომ რადგან დაბადების დღეზე ვარ, აუცილებელი პირობა არ არის ტორტი რო ვჭამო. ტორტს აუცილებლად შევჭამ იმ შემთხვევაში, თუ მინდა. და თუ არ მინდა იმის გამო, რომ დაბადების დღეა, არ წარმოადგენს აუცილებლობას. აი ეს არის ერთი კიდევ ისეთი გარდამტეხი წერტილი ალბათ, რაც ეხლა ხანს უკვე ძალიან უკვირთ რა და დაინერგავ, თქვათ, ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს ყოველდღიურობაში და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შვენიერი, პირველი რაც გიგვირთ ხოლმე და ხშირად არის ჩემ გარშემო წყალსი ამბები, შენ ამას ჭამ? როცა რეალურად საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის ბალანსზე. ამასობაში ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ ორი წერტილიდან, ჩემი გამოცდილებიდან და ვუყურებ სხვა ადამიანს. ან ვუყურებ სხვებს, რომელიც არაადეკვატურ ინფორმაციას მაწვდენ. მოდის ჩავხსნათ და გამოცდილებაზე ვისაუბროთ. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ ტორტი ვჭამე, წონასში ვერ ვიკლებ, ან ჯანსაღატყვება არ გამომდის, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ტორტის ნახევარი ნაჭერი ვჭამე. იმიტომ რომ ტორტი რომ ვჭამე, ნახევარი ნაჭერი ვთქვი, რომ ყველაფერი დამთავრდა და მაგას დავამატე ზემოდან, კიდე ყველაფერი არც მაგიდაზე იდო. და მეორე ვაკვირდები სხვას, რომელიც ბჭყალებში ჯანსაღატყვების პრინციპებს მიყვება და ტორტს არ ჭამს და ისე გამოიყურება, როგორც მე მინდა გამოიყურებოდე, ან მსგავსად. და მგონია, რომ ის გამოიყურება ასე, იმიტომ რომ ტორტს არ ჭამს. როცა რეალურად სხვა ადამიანებს როცა უყურებთ იმ წერტილში და გვავიწყდება რას აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. ანუ შემდგომი ოქროს წერტილი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი არის აკუმულირებადი. ერთი კვირის გადახოლკვებას ერთხელ ნაჭამი ბროკოლი ვერ გამოასწორებს, ისევე როგორც ერთი კვირა ჯანსაღატყვების პრინციპების მიყოლას, ერთი დღის გადახვევა ვერ ჩააგდებს. როცა საქმე წონის კლუბას მიდგება, მესმის რომ ენერგეტიკული ბალანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქმე შემოდის ეს წერტილები, სადაც თუ წონის კლუბა ჩემი მიზანი ენერგეტიკულ დეფიციტში უნდა დავრჩე კალორიების ნაწილში, მაგრამ გრძელვადიან ჯაჭვდა თუ გავწერთ და არა ერთ კვირაზე, ორ თვეზე, სამ თვეზე, არამედ გავიხედავთ 3 წლის შემდგომ, აი ამ ერთ გადაწყვეტილებას ნაკლები როლი უჭირავს ხოლმე ჩემი ჯანსაღი ცხოვრების სტილში ჯამურად. კი. ამიტომ თავარი არის არ დავოლდოთ მეორე ორშაბათს ამ ნაწილში. ეხლა შემდგარი იდეა ის რომ ამ პროცესით დაიწყეს სხვა ადამიანებთან ჯანსაღატყვების პრინციპების გამოსწორება. კი. ყველაზე ხშირი წერტილები საიდანაც გიწყობს ხოლმე საუბრის დაწყება. რა წერტილია? რას ხედავ რომ არასწორად აკეთებენ, ახსენე დავამატოთ პრინციპი, მაგრამ რას ვამატებთ? რა არის შენი გამოცდილებით ყველაზე ხშირი წერტილები, რასაც გიწევს რომ შეეხო შენ პრაქტიკაში? პირველ რიგში, რასაც ყველაზე ხშირად წავწყდომი ვარ, არის ხოლმე ესეთი წარმოდგენა და ხშირად გამიგია ადამიანებისგან, რომ იცი რა, აი არ ვჭამ მთელი დღის განმავლობაში არაფერს ისეთს, აი მთელი დღე სამსახურში ვარ, არ მცალია, აი მავიწყდება კიდეც რა ჭამა და დღეში ერთხელ ვჭამ მხოლოდ და რატო ვიმატებ, არ ვიცი. მერე უკვე როდესაც ჩავუღრმავდებით, მის ყოველდღიურობას კარგად გამოვარკვევთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომ აი ეგრეთ წოდებულ რაღაც წასუსნავებას რო ვეძახით, ხო, წახემსებას იქ რაღაც ერთი ნაჭერი შოკოლადი ვჭამე, იქ გავიარე ერთი ორცხობილა ვიღე, ანუ ამას ყვებად საერთოდ არ თვლიან და
ეს არის ხოლმე შედეგი, როდესაც იცეხიან, რომ არაფერს არ ვჭამ დღის განმავლობაში, სინამდვილეში ამ პატარ-პატარა წახემსებებით გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, ვიდრე მათ სჭირდებათ. და საღამოს binge eating-ის პორცია ერთ ულუფაზე გადამატებული ყვება, როგორც ყოველს გამართება ხოლმე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მთელი დღე ხა მხოლოდ ესეთ ერთი თოლუკმაზე თუ ხარ გადატარებული, საღამოს ძალიან რთულია რომ გააკონტროლო. ვერც ერთი ვერ შევძლებდით ალბათ, ხო? ძალიან ბუნებრივია. და ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირად რაც პირველი აღმოჩნდება ხოლმე, როდესაც ადამიანი მოდის. და თვითონ კონკრეტულ პროდუქტებსაც მინდა რომ შევეხო და მეც ანალოგიურად შემიძლია ჩემ თავზეც თქვა იგივე. როდესაც ჩემს ყვებას დავაკვირდი, აი საერთოდ არ ვიღებდი მაგალითად ბოსტნეულს, საერთოდ არ ვიღებდი ხილს, ანუ აი თელ პროდუქტს რასაც ვეძახით, ანუ აი ბუნებისგან მოცემულ პროდუქტს, რომელიც არ არის გადამუშავებული, ანუ ძალიან ცოტა ადგილია, არ იყო ჩემი ყოველდღიური რაციონი და ძირითადად აი მარტივი, ან გამოძახებული საკვები, ან რაღაცა იქვე ნაყიდი, რაღაც ცომეული, ან ავიცი ძალიან ესეთი ძალიან მწირი იყო რა სინამდვილეში უმრავლესობა ადამიანების რაციონი არის ძალიან მწირი ვისთანაც არ არის მრავალფეროვანი. არ არის მრავალფეროვანი ზუსტად. და პირველი ვაუ რაც აქვთ ხოლმე ადამიანებს, როდესაც ვიწყებთ მუშაობას და ძალიან უკვირთ, რომ იცი რა, ეხლა გაცილებით მეც ვჭამ და რანაირად მომაკლდა ეს რამოდენიმე კილოგრამი, ან რატომ გრძნობ თავს ესე კარგად და ეს მითი იმსხრევა ხოლმე, რომ ბევრი ჭამა, ცოტა ჭამა, ანუ მაგაზე არ არის სინამდვილეში და რას ვჭამთ ეგ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ. არ ვიცი. ჩემი ღიმილს გულის სითბო მოსდევს და ძალიან ბედნიერი ვარ. რა გინდა აკადემიისგან? რა სელი ჩვენგან მომდევნო 5 წელიწადში? სად ვიქნებით? მომდევნო 5 წელიწადში პირველ რიგში აუცილებლად ვხედავ ჩემს თავს ისევ აკადემიის ნაწილად, იმიტომ რომ ავღნიშნე, რომ ეს არ არის ის მოგზაურობა და რაღაც ცხოვრების ეტაპი, რომელიც ეხლა დავიწყე და რაღაც დროებითია, რაღაც კონკრეტული მჭირდებოდა და მივიღე და აქ დასრულდა, არ არის ესე და პირიქით, ჩემი განვითარება ზუსტად ამ მიმართულებით წარმომიდგენია. შესაბამისად, ასევე ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების გარეშე, ჩემი ყოველდღიურობა და სოციუმი, ვისთანაც ეხლა მაქვს კონტაქტი შენთან, ჩემს კოლეგებთან და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს, რომ მე მინდა რომ ვიყო მისი ნაწილი აუცილებლად. მეორე, რას ველი, კიდევ უფრო მეტ კურსდამთავრებულს, მეტ გაცნობიერებულ ადამიანს ამ მიმართულებით და ასევე ჩვენი წვლილი, თითოეული ჩვენგანის, ვფიქრობ ძალიან დიდი იქნება იმაში, რომ ყოველდღიურობაში დავიწყოთ ამაზე საუბარი. ანუ სოციუმის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, ზოგადად ჯანსაღი ჩვევების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გვაქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული დღეს და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს პასუხისმგებლობა და ძალიან ბევრ ადამიანს ასევე დავეხმარებით, როგორც უბრალოდ ასეთ თემებზე საჯაროდ საუბრით, ასევე ინდივიდუალურად, ვისაც ვემუშავებით ამ კუთხითაც. კამერას გახედე და თითქოს შენ თავს ისაუბრები 5 წლის წინ. რითი დაამშვიდებდი? და რაზე გააფრთხილებდი? რას გააფრთხილებდი, რას მიაქციოს ყურადღება და რა სიტყვოდი რითიც დამშვიდებოდა? პირველი მოდი დამშვიდებით დავიწყებ. ვეტყოდი აუცილებლად, რომ დამშვიდი და მარტო არ ხარ. ეს არ არის მარტო შენი გამოწვევა. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ რაღაცა ციკლში და ბევრი ადამიანი ზუსტად დგას ამ პრობლემის წინაშე. ასევე ვეტყოდი, რომ გავა რაღაც პერიოდი, რამდენიმე წელი და სრულიად შეიცვლი ცხოვრების წესს. და კვება და წონა არ იქნება შენი რაღაცა ნომერ პირველი საზრუნავი და ბევრად გამარტივდება ეს პროცესი და ბევრად ორგანული გახდება შენთვის. ამას ვეტყოდი. რაზე გააფრთხილებდი? რაზე იყოს ყურადღებით?
გავაფრთხილებდი, რომ ყურადღებით იყოს მითებთან პირველ რიგში მაინც, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც ასე თუ ისე ვართ იმ სოციუმში, სადაც მაინც ხვდებით მითების მსხვერპლი, ამას გავაფრთხილებდი და მეორე გავაფრთხილებდი იმას, რომ ეს არ არის მარტივი გზა, გრძელვადიანი გზა არის და არ კონდეს მოლოდინი, რომ ეხლა დაიწყებს და რაღაც დროებითია, რაღაც ერთ წელიწადში რაღაცა ცოდნა მივიღე და დასრულდება, იმიტომ რომ თვითონ სფეროც ძალიან ისეთია, მუდმივად არის განახლებადი, მუდმივად ახალი კვლევებია და მუდმივად საჭიროებ ინფორმაციის განახლებას. ასე რომ ეს არის გრძელვადიანი გზის დასაწყისი და იყავი შემართებით და მზად იყავი ამ გრძელი გზის გასავლელად. ეს მესიჯდიას 5 წლის წინ და ყველა ადამიანს რომელიც გვიყურებს და ფიქრობს, რომ იმ ნეგატიურ ციკლშია ჩაბმული, რომელშიც უმრავლესობა ადამიანი იქნებოდა. და ძალიან ყოჩაღი ხარ.